ქალბატონო ირინა, როგორ აგვაქვს ქორმის საკითხი? კარგით, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღის წესრიგი დარიგებულია, თუ თანახმოვართ, დავიწყოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. პირველი არის დაჩქარებული საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი გრანტების შესახებ. მოხსენებელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია გრანტის გაცემის უფლების შესაძლებლობის შექმნა ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომლის წესდების დებულების მიზანი იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალისხმევის შექმნა. ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში კანონის მიღებისთანავე საქართველოს მთავრობა აპირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზანი კი იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები გახლავთ, რომლებიც თავის საწესდებო მიზნების შესაბამისად ემსახურებიან ცალკეულ იდეალურ მიზანს, რომელშიც სახელმწიფოს ინტერესიც არსებობს. ეს მიზნები ვარირებს, თქვათ, ადამიანის უფლებების დაცვიდან ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლით დამთავრებული და კიდევ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებში და შესაბამისად მათი ჩართულობა ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გამჭვირვალობისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ გრანტების შესახებ კანონი გარკვეული თვალსაზრისით შემოსაზღვრავს გრანტის გაცემის მიზნებს, საჭირო გახდა შესაბამისი ცვლილების შეტანა და ამავე დროულად შერჩეული ფორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საუკეთესოდ უზრუნველყოფს ამ საგრანტო დაფინანსების პრინციპის გატარებას და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტის მიღების შესაძლებლობის შექმნას. იქიდან გამომდინარე, რომ თავისი იურიდიული ბუნებით საჯარო სამართლის იურიდიული პირები ესენი არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციები, რომელიც მათთვის კანონმდებლობით გადაცემულ ფუნქციებს დამოუკიდებლად ახორციელებენ და სწორედ ამ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ხდება ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისათვის უფლების მინიჭება, რომ მან გამოსცეს ნორმატიული აქტები, რაც შესაძლებლობას მისცემს, რომ კონკრეტული საგრანტო პროცედურების განსაზღვრა, ასევე კონკურსების ჩატარების შესაძლებლობა თვითონ დამოუკიდებლად დაარეგულიროს. აღნიშნული მიზნისთვის წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია და შექმნილია საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელი, რომელსაც ჰქვია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ეს არის 20 მილიონი. საწყის ეტაპზე ამ თანხებით ივარაუდება და იგულისხმება, რომ მოხდება როგორც სიპის შექმნა და სიპის შექმნისათვის განსაზღვრული ხარჯების გაწევა, ისევე თვითონ პროგრამული დაფინანსებაც და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა იმ თვალსაზრისით, რომ შექმნის გარკვეული თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ასე ვთქვათ შესაძლებლობას იმ თვალსაზრისით, რომ დაფინანსების წყაროები იქნება კიდევ უფრო დივერსიფიცირებული, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ემსახურონ დიდწილად საკუთარ საწესდებო მიზნებს და არ იყვნენ მიბმული გარკვეული თვალსაზრისით ერთ ან რამოდენიმე დონორზე და სახსრების დივერსიფიცირების შესაძლებლობა და ასეთი შესაძლებლობის შექმნა მათ ამ ასე ვთქვათ შესაძლებლობას გაუჩენს. შეკითხვები? კოლეგებო, იცით რომ თვითონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა ჟურნალისტები მეკითხებოდან მათაც უთხარით, რომ არავინ არ დაგაფინანსებს თუ რაიმე ინტერესი არ აქვს. ამიტომ ყველა ეს დაფინანსებები, რომელზეც ბევრზე მადლობელი ვართ, კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი შეიძლება საეჭვო იყოს. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იყოს ის გამჭვირვალობის კანონი, რომ რას აფინანსებენ და პლუს ჩვენ ჩავერთოთ დაფინანსებაში, ღიად, გამჭვირვალედ გამოვაცხადოთ ტენდერები იქნება თუ კონკურსი, რომ ქვეყანას რაც ჭირდება და სამშობლოს რაც ჭირდება, ზუსტად ის პროექტებზე მოხდეს დაფინანსება. რაც შეეხება თვითონ კანონს, თქვენ წაიკითხეთ, რომ აქ დიდი ცვლილება არ არის, თვითონ კანონში მხოლოდ ორი სიტყვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ემატება იმ ჩამონათვალს, რასაც შეიძლება გრანტი გაიცეს. ეს მინდა უბრალოდ მეთქვა, რაც შეეხება როგორ გაეცემა და როგორ რასაც მთავრობა ამბობს, მე კმაყოფილი ვარ ამით და იმედი მაქვს, რომ ზუსტად ისე განხორციელდება, რაზეც საუბარია გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულად. ეხლა თუ შეკითხვები არის, ძალიან ქალბატონი. მოგესალმებით.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება უკვე კარგა ხანი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობ და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ის რომ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები რომლებიც არსებობენ საქართველოში და მიზნობრივად იქნას ეს თანხები და თავისთავად ცხადია გამჭირვალედ გაცემული მე მაქვს ერთი შეკითხვა თქვენ ბძანეთ რომ იქნება 20 მილიონი საბაზისო თანხა და როგორ არის ეს თანხა ანგარიშები ბატონო პატა უკვე არსებობს რაღაც პროექტები ბიუჯეტში დიახ გამოყოფილი ალბათ რაღაც არსებობს ამის შესაბამისად მოხდა ამ თანხის 20 მილიონი რატომ 18 და რატომ 22 არა თქვა პირობითად დიახ აი ეს მაინტერესებს რადგან ბიუჯეტს ეხება თქვენის ნებართ საქმე ის არის რომ ამის მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარ ხდება განხილვა მაგრამ ჩაშლილი არ არის ხოლმე ეს ბუნებრივი პროცესია მაგალითად რეგიონალური განვითარების ფონდი რომელიც 700 მილიონია და ყველა და რაიონებზე ნაწილდება ის იქ არ წერია რომელი რა უნდა აშენდეს და რა უნდა გაკეთდეს გზამას მერე საკრებულოები მერიები და ასე შემდეგ გაკეთებენ აქ არის გამოყოფილი კონკრეტული თანხა და ზუსტად მაგაზე საუბარი რომ შეიქმნება სიპი ჩაატარებს სამუშაოებს კვლევებს მიმართვებს ნახავს რა მიმართვებია და იმის მიხედვით ამ 20 მილიონს განაწილებს ეს არის პირველი წელიწადი შევხედოთ რა იქნება როგორც წესი ბიუჯეტის ცვლილება ხდება ხოლმე წლის განმავლობაში და თუ საჭირო გახდა რომ დაასამატებელია დაემატება თუ არა და ну როგორც არის იქნება ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს არ არის ასე მარტივი თავისთავად შექმნის მე რაღაც სტრუქტურა უნდა შეიქმნას შემდეგ რაღაც ტენდერი იქნება თუ კონკურსის სახით გამოცხადეს გაკეთეს და 20 მილიონის ათვისება არ მგონია რომ ასე მარტივი იყოს რანაირი სულიც არ უნდა კონდეს პრაქტიკულად ეს კანონის მიღებიდან ნახევარ წელზე მეტი დრო არ ეკნებათ რა თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ ამიტომ რაღაც გათვლები ალბათ ქონდა მთავრობას როდესაც შემოიტანა მაგრამ ეს არ არის პატარა თანხა ნახოთ როგორ წავა და ალბათ გაიცათ უფრო მომზადებული იქნება ყველა გთხოვთ ბატონო და ერთად გაიცით მე ერთი კითხვა მაქვს კიდე ესე იგი ჩვენ შესაძლებლობა გვექნება რომ ჩავამატოთ რაღაცები მომავალშიც ხო როგორც მე ხვდი ბატონო ისა ეხლა მე როგორც ვიცი შეიძლება ვინმე მიცის უკვე მომზადებულია თავში მაგრამ არ წერია არსად რაში უნდა ჩაიდოს ეს ზუსტად აწი უნდა განისაზღვროს რა პროექტები იქნება ეს ღია უნდა იყოს ჩვენც უნდა ვიცოდეთ და საზოგადოებამაც ну ამას თქვენ უკეთესად ახსნით და რაც შეეხება ჩამატებას ყველა ჩვენგან შეუძლია რომ თავის წინადება დააყენოს და წამოაყენოს აქ ჩვენ მხოლოდ თანხის რაოდენობა ვიცით მაგრამ არც თანხა არის პრობლემა მე მგონი რომ ამას ასე მარტივად ვერ ავითვისებთ რაც გითხარით მაგრამ თუ იქნება ცვლილების დროს როდესაც ვამბობთ რომ ინფრასტრუქტურას დავუმატოთ იუსტიციას თუ რაღაც თუ ასეთი მოსაზრება იქნება ჩვენც დავაყენებთ აქ საკაცდო მოემატება მაგრამ დაისვას კითხვა მე მაინტერესებს მიმართულებები ხო არ იქნება შეზღუდული ანუ დღეს რაც გვაქვს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ან რაშიც იხარჯება ფული თავისუფალი ნება იქნებათ თუ არა რა სურვილისამებრ მომართონ და მიიღონ დაფინანსებები კი ბატონო რაც შეეხება ამ 20 მილიონთან დაკავშირებით წლიურმა ბიუჯეტმა მთავრობას მისცა უფლება რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგოს ეს თანხა, აქედან გამომდინარე იგეგმება გარკვეული ტიპის პროგრამის შექმნა, აი დაახლოებით ისეთი პროგრამის, როგორიც არის თქვათ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და თავისი პროცედურების განსაზღვრა და ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება ამ 20 მილიონის ათვისება. ჩვენ 20 მილიონს ვარაუდობდით წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე და იქიდან გამომდინარე, რომ შუა პერიოდში დაახლოებით ანუ 2 თვე უკვე გასულია, სწორედ ამიტომ ამ 20 მილიონიდან მოხდება ასევე თვითონ სიპის შექმნისთვის განსაზღვრული ხარჯების დაფინანსებაც და ამის მიუხედავად ვთვლით, რომ ეს საკმარისი თანხაა იმისათვის, რათა წლის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსებს მოხმარდეს და შეივსოს. თუმცა ბუნებრივია, რომ იმის მიხედვით თქვათ რა გამოწვევა და რა მოთხოვნა იქნება, შესაძლებელი იქნება იმ ბიუჯეტის კორექტირების ეტაპზეც გარკვეული ცვლილებების შეტანა. რაც ეხება თვითონ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას, თვითონ გრანტების კანონი არის ესეთი სტრუქტურულად აწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ ჩამოთვლის კონკრეტულ მიზნებს. საკმაოდ ბევრი მიზანია, რომელიც შეიძლება საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ რადგან ამომწურავია ეს ჩამონათვალი, ზუსტად ამან განაპირობა მთავრობის სურვილი, რომ ცვლილება შესულიყო იმ თვალსაზრისით, რომ არა საგნობრივი დაფინანსება ყოფილიყო გამოყოფილი, არამედ თვითონ ორგანიზაციის და გაჩნდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა, ესეთი მიზანი. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია შეიძლება მონაწილეობის მიღება, თუმცა პრიორიტეტული მიმართულებებით
გამოცხადია იქნება. შესაძლებელია რომ თქვათ კონკურსი გამოცხადდეს, თქვათ ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლის თვალსაზრისით და ამ კუთხით იქნეს ტენდერი გამოცხადებული ამ საერთაშორისო ორგანიზაციებზე შეიძლება მიზანი არაფორმალური განათლების მხარდაჭერა იყოს და ანუ შეზღუდვა კი ბატონო კლიმატის ცვლილებები გარემოს დაცვა და შეზღუდვა ამ თვალსაზრისით აი ეს ფორმატი ქმნის ზუსტად ამის შესაძლებლობას რომ არ იყოს შეზღუდული და პირიქით გაშლილი სივრცე იყოს ორგანიზაციების დასაფინანსებლად. თუ არის ან შეკითხვიდან დაზუსტება მე მგონი ყველაფერი გასაგები არის და ერთი მინდოდა მეთქვა რომ ეს არის დაჩქარებული სახით შემოტანილი, ამიტომ თუ ხვალ იქნა განხილვა უთხშაბათ ჩვენ მოგვიწევს ორჯერ მცირე კომიტეტების ჩატარება. კი ბატონო. მაშინ ვინ არის მომხრე? ხარ დავუჭიროთ. კი ბატონო. წინააღმდეგი არ არის. მადლობა. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 18 ივნისის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების მეორე ცვლილება. მოხსენებელი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ბაია კვიციანი. გთხოვთ ქალბატონო. მოგესალმებით. ეს პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველო I2Q იგივე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროექტი არის განათლების რეფორმის, ვინაიდან ეს გახლავთ მრავალკომპონენტიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და ხელმისაწვდომობას, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას და ასევე გარემოს გაუმჯობესებას, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით დაფინანსების მექანიზმების, მოდელის მექანიზმების გაუმჯობესებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული სისტემების განვითარებას, როგორც არის LMS-ი, მაგალითად იგივე learning management system, ანუ სწავლების მენეჯმენტის სისტემა და ეს ცვლილება, რაც გადავადებასთან არის დაკავშირებული შესული, ეს არის ესე იგი 26 წლის მარტიდან 27 წლის მარტამდე გადავადებას გულისხმობს, ვინაიდან მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურული განვითარების ფონდის მიერ უნდა დასრულდეს რიგი პროექტები, რაც ეხება სკოლების რეაბილიტაციას და ასევე უნდა განახლდეს სრულად ისკულის სისტემა, რომელიც არის სკოლის, ასე ვთქვათ, მენეჯმენტის ციფრული სისტემა. ამქენა გამომდინარე მნიშვნელოვანია ეს გადავადებაც, იმიტომ რომ ეს პროექტი ხელს უწყობს მნიშვნელოვნად ჩვენი განათლების სფეროს და სისტემის გაუმჯობესებას. დიდი მადლობა. შეკითხვები? გასაგებია ყველაფერი და ბრძანეთ რომ მოგესალმებით. ერთი დაზუსტება მინდა უბრალოდ ამ გრანტის ფარგლებში სკოლების რეაბილიტაციის სესხი, ხო, სესხის ნაწილის ფარგლებში, ანუ სკოლების რეაბილიტაცია გაგრძელდება თუ არა. იგივე იმ პერიოდით, რა პერიოდითაც გადავადება. კი, სწორედ აი ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანია გადავადების, იმიტომ რომ ის პროექტები, რაც დაწყებული არის და რაც უნდა დაიწყოს, უნდა დასრულდეს 27 წლის ბოლომდე და ეს ვადა სწორედ მაქედან არის მოთხოვნილი, იმიტომ რომ ვერ მოხერხდა რაღაცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და ეხლა 27 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ის პროექტები, რაც დაწყებული და რაც უნდა დაიწყოს. მიმდინარესაც და კიდევ არის პროექტები, რომელიც მოიაზრება, უბრალოდ ჯერ არ არის დაწყებული. 25 წლის პროექტები ჩაშვებული არ იყო, მე როგორც ვიცი, ხო? ხო, ეს საუბრობ რაც აი ამ სესხის ფარგლებშია. ეს არ არის სრული რეაბილიტაციაზე არ არის საუბარი. აქ კონკრეტული სკოლებია, რომლებიც შერჩეული არის სწორედ ამ სესხის ფარგლებში, ამ კონკრეტულ პროექტებზე არის საუბარი. თუ სხვა შეკითხვები არ არის? მადლობთ ქალბატონო ბაია. დავუჭიროთ ხარი მაშინ. მადლობთ. და ბოლო საკითხი, როგორც მოგეხსენებათ 10 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა სხდომა, ყველანი ესწრებოდით პრაქტიკულად თქვენს გარდა. ქონდა მაინც დავაფიქსიროთ, უნდა დავამტკიცოთ კომიტეტმა ის რაც განვიხილეთ. პირველი სიტყვა საწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, შპს საქართველოს მელიორაციის 21-22 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. მესამე ფერმერთა რეესტრის გაფორმებისა და ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. ჩვენ ყველა მოვისმინეთ, თავად ჩვენთვის რაც არის სამინისტროები ეთანხმებოდნენ და წარმოადგენენ გეგმას თუ რა პერიოდში უნდა გამოასწორონ შეასრულონ გაცემული რეკომენდაციები. თუ რაიმე შეკითხვა დამატებით არის, ბრძანეთ თუ არ და დავამტკიცოთ ჩვენს მიერ აუდიტის ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
მადლობა დიდი, ამით კომიტეტის ხდომა დასრულებულია და ცოტა ხანში 5 წუთში შევსვენება გავაკეთოთ და აუდიტის ჯგუფის ხდომა გავაგრძელებთ.